გიორგი ნატროშვილი ყავთ თელავის იზოლატორში გადაყვანილი, წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაყვანილი. ჯერჯერობით მარტო ჩაგვაბარეს დაკავების ოქმი. არ დაკითხულა გიორგი ნატროშვილი, არ ვიცით საქმის არსი უშუალოდ, მარტო დაკავების ოქმიდან ვიცით ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის პირველი ნაწილით არის პასუხისგებაში მიცემული. გიორგი ნატროშვილი არის სტიქიაში მოყოლილი და დაზარალებული, სახლის სახურავის უმთლად მოუხადა სოფელ ვაჩნაძიანში სტიქია. დაემსხვრათ მინები, მიიღო მრავლობითი ჭრილობა. იმ ინციდენტის წინ უძღოდა ის, რომ მუშები, რომლებიც სახლს ხურავდნენ, ისინი წავიდნენ, ესე იგი არ ვიცი ვისი მითითებით, საერთოდ მიატოვეს მაგისი სახლის შერემონტება და გარდა ამისა, როდესაც მიმართა სისხლდენით გურჯაანის საავადმყოფოს, შრატის ნემსის გაკეთებაში მოსთხოვეს 50 ლარი და აი ამ ეს ყველაფერი ამ ინციდენტს წინ უძღოდა. გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილი არის და გიორგიმ გამიმართა შეხვედრის და გასაუბრების დროს, თქვა, რომ ესე იგი ვერ ვაჩვენებდით, ხშირად ხმარობდა სიტყვა ნაბიჯვარს, ხმარობდა ჩემი მეუღლის მიმართ, ბიზინა ივანიშვილის მიმართ, ხმარობდა ჩემს მიმართ ნაბიჯვარო სიტყვას და უბრალოდ ხელზე, პირზე ხელი ავაფარე იმის გულისთვის, რომ გაჩვენებულიყო.